ორთვის მოგესალმებით შუალედური ჩართვებით, ხო? საინტერესოს ხომ შუალედურ პროცესებში დახორციელდება ჩვენს თავს. ყველაფერი როგორც საჭიროა, ხო? თანამედროვეულად მივყვებით და უნდა გახსოვდეს უპირველეს ყოვლისა, ნორმალური სანადები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უცვლელია. შესაბამისობაში გვახსოვს, ხო? ესეთი მშვენიერი ხედებით, რა ვიცი, მე კიდევ ერთხელ დაგიჯე. ტკბები ხოლმე, ხო? ესეთ ხედებს როცა სიამოვნება. არა საქმე უპირველეს ყოვლისა. საქვაბე გვახსოვს, ხო? პირშო გვეშინია ამასობაში კიდევ ჯერ მეორე. გვაქვს ბოლო სართულზე 4 სართულია. ხო? წარმოიდგინეთ 4 სართული. ხო? და სახურავზე ამასობაში განლაგებული ცალკე საქვაბე. ამ შესაბამისობაში ისო გვეშინია ხოლმე. სახურავის გახვრეთ და აუ და შეიძლება და ვაიმე და წყალს გააპარებს. ხო, ამორიცხულია. ამ შესაბამისობაში გვექნება ვინაიდან გვექნება კიდე ამასაც იხილავთ კომბინირებული საერთო სავენტილიაციო სისტემები. კიდევ ვიზახ საერთო სავენტილიაციო სისტემები ის არის სუსტა მიმართულება, ხო? სხვადასხვა საგვექნება კომპლექსურად რეკუპერაცია პლუს სავენტილიაციო საერთო სისტემები. ადრე თვალე ხო როგორც მოიცით ადამიანებს ის ყველაფერს იხილავს. ისწავლით არის როგორც თქვენზე არის დამოკიდებული. ზონა გაზიფიცირება. ჯერჯერობით საქართველოში როგორც ჩანს ხო, კაი გამოთქვა ხრამაეთო და ყველაფერი უკუბარდა თუ რა ვიცი მე რა თორემს. შემოტანებული ეს ჩვენი სტიქია იქნება, იმიტომ რომ მინიმუმ ჩემს საყვარელში ამას არ დავტოვებ. ვერ დავტოვებ. ვერ კი არა, არ დავტოვებ. აი ზუსტად ხო? ოკეი, პირველი ეტაპი შევუდექით. აი მიმართულება სადაც ქვია საერთო კანალიზაცია, საკანალიზაციო სისტემები, ეს არის აუცილებელი. მთავარი ფაქტორია შეიძლება ითქვას საცხოვრებლო ფარჩი. ამიტომ ეს ბოლო სართულზე ამოსული გარჩენებული არის, რომელსაც ეყობა ზუსტად აი გაიჭრება, კი ბატონო, სახურავზე, სადაც გაუკეთდება ქუდი, ჰიდროიზოლაციით, სამმაგი დაცვით, მონოლითური იქნება ჰიდროიზოლაციით. და ვიხილავთ ამას ყველაფერს საბოლოოდ, ხო? სავენტილიაციო სისტემას დეფექტორის ეკრება ვინაიდან ბუნებრივი ვენტილირებას აუცილებელი არის ჩვენს გარეშე, ხო? ის რაც ხო, სავენტილიაციო სისტემის მამოძრავებელი მთავარი ძალა, რა თქმა უნდა, არის ეგრეთ წოდებული გამწვევი, მაგრამ გამწვევის გარეშე ბუნებრივადაც უნდა იმუშაოს. ამიტომაც იქნება ის, ბუნებრივი მისი მიმართულებით მიკროვენტილირებას განახორციელებს ყველა სივრციდან. ამას ქვია საერთო სავენტილიაციო სისტემის მოწყობა, ისევე როგორც საერთო საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. საქვაბე აქ, რა თქმა უნდა, წერტილს ვტოვებთ, იქ გვექნება პატარა ხელსაყრელი, ხო, დამატებით ზუსტად არსებულ მიზზე გვექნება ეგრეთ წოდებული ჰიდროზატვორით, ხო, ჰიდროზატვორი აუცილებელია, ვინაიდან ძალიან დიდი ვერტიკალია და სვეტი ახლა ჩავყვებით და ამასაც იხილავთ, მაგრამ ხელსაყრელი აუცილებელია, ხო, საქვაბეში შემოვით, მომსახურეთ. ახლა კომბინირებული საქვაბე იქნება, ამასაც ვიხილავთ გასოს, ხო, სახურავზე იქნება ძის კოლექტორები განლაგებული. სავენტილიაციო სისტემა, ანუ ყველა საერთო ინჟინერული კომუნიკაციების მოქცევა არის საერთო სივრცეში. წარმოიდგინეთ ყველა მიმართულება. ჭკვიანი მართვა, ხო, კომბინირებული სისტემა, ძის კოლექტორები და ადრე თვალი და ხო, და იმ მიმართულებასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ რასაც ვიძახით, ეს ყოველთვის არის პანაცეა. ნუ ასეა, ხო, სხვა მიმართულებით ჩემს პირობას მე ვერანაირად ვერ წავიყვან, ვინაიდან ხარისხიანი მილი კანალიზაციაში თავისი ქანობებით დაფიქსირებული და არადალაგებული და ბიჭო იქა თუ იქინე კაფეში კი გაასწორებს, გამორიცხულია, ვინაიდან ქანობი ეს ჩემი სტიქია, ხო, ჩემი მიმართულებაა და არა ხო, ეგრეთ წოდებული ის ვინც პრესში მე მოაპლიკეთებს, ხო, მეტლახი იქნება თუ კაფელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ხა კაფეთან იმას შეხება არ აქვს, ვინაიდან მეტლახი, ხო, ძიძი, ხო, ის ქანობი ჩემი სტიქია და არა ის რომ მეტლახს მის გააკეთებს, იმას დავჯერდე მე. არა, ვერ მოგართვით პატივსემრობა, ვინაიდან ჩემი სტიქია, უნდა გავზომოთ ნული გადამოვიტანო იმ წერტილზე და ის უნდა იყოს დაფიქსირებული. გაათვლებით, თავისი გათვლით იქ სადაც ლაჟე იქნება თუნდაც პრინციპში ტრაპი, წარმოიდგინეთ, აქ ტრაპიც გვექნება, ვინაიდან საქვაბეა და საქვაბის ზონაში ტრაპის აუცილებელია, ისე როგორც ფანური მილის, საკანალიზაციო ფანური მილის ვენტილირება, ვინაიდან დიდი სტოლია, შემთხვევაში დიდი ვერტიკალია. სიმაღლე არის, სიმაღლეც არის, აქ აუცილებელი არის. აი აქეთ ზონაში შემოდივართ და გვექნება სამზარეულო აგერ იქნება, ხო, დაემატა. როცა ემატება ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. აი აქ ხო, ერთსველი წერტილი საშხაპის ზონის გარდა, ანუ ხელსაბანი ტრონი, ტროს უძახია მას, ხო? ამ შესაბამისობაში სავენტილიაციო სისტემა, რომელიც ზუსტად გავა იქით მხარეს და იქიდან უკვე საერთო ვერტიკალზე გაჯდება, ეს ტერმინოლოგია არის. სამზარეულოს, რა თქმა უნდა, თავისი გამწვევი იქნება, ხო, ვინაიდან სამზარეულო ზონაზე, ხო, გაზიფიცირებას მოყვანილია და სამზარეულო ზონაში იქნება გაყვანილი იქით მხარეს, ხო, ფასადზე. არა, რატომაც არა პრინციპში ეგრე ფასადის მხარეს, მაგრამ იქით მხარეს იქნება გაყვანილი, თუმცა პრინციპში იქით მხარეს მიღებული არის. ეს გაზიფიცირება განხორციელდა, არის სანადებს ექვემდებარებიან. ეს პატივცემულები ჩემი სტიქია არა, ჩემი სტიქია არ წერან რას განახით იქ, ის იქნება ყოველთვის ისე როგორც საჭიროა.
დანარჩენს ყველაფერს ვერ გამსაზღვრავ მე. რას ვიზახ. აი წარმოვიდგინეთ ხო ახლა. საკმაოდ მოცულობითი ფარტი გვაქვს. და ამ ფარტის შესაბამისად ინჟინერული კომუნიკაციების ჩამოყალიბება საერთო სტატუსით. ეს არის სერიოზული მიმართულება. ვინაიდან წარმოვიდგინეთ, რომ ჩამოდივართ სართულით ქვემოთ, აი საკანალიზაციო მიმართულებები, ხო? იქ სადაც ავტოებთ არაფერს დაფიქსირებულია, სადაც მოუწია თუნდაც აი მიკრო. არავითარ შემთხვევაში მონოლის უცავიხებით არმატურასთან შეხება არ უნდა გქონდეს, თუნდაც არ უნდა დავინახოთ ეს არმატურა, გამორიცხული არის. სანტიმეტრი ნახევარი არის ფენის, ხო? კორექტირება რა თქმა უნდა, ყოველი საფრთხე ვინაიდან მომდე შემთხვევაში დავიღალებ ეს არის თვალისწინებ, აი, ხო, როცა ვიზახი 15 სანტიმეტრი, 15 სანტიმეტრი დამიტოვოთ. არ არის იქ, ხო, 15 სანტიმეტრი და 15 სანტიმეტრისა გადმოდის აქ, ტრაპიც უნდა ჩაჯდეს, ხო, ჭყალოს ტერმინოლოგია, ტრაპიც საშხაპი ზონის. ამ გვექნება საშხაპე, ხო, საშხაპე, ტრონი, ხელსაბანი. გამოიცანით ეს არის, ხო, აი ეს პატივცემული და რატო არის ეს? აქ ფანური მილი არაა. მითითებაც გაქვთ. ტრონი, საგანგაშო ტრაპი, რომელიც ჩემი ტერმინოლოგიით ის არ გამოჩნდება, მაგრამ ის უნდა იყოს, ვინაიდან საერთო სისტემაში დაგჭირდება, ეს უკვე ხელსაბანი, ხო, ჩასული და ხო, არაფერი. ისე ზემოდან არ არის ამოსული, საშუალო რა თქმა უნდა და იატაკის გათვალ გვექნება აქ. ჩასული და ქვემოთა ეს ზუსტად ჭერში აწყობილი არის მხოლოდ ქვემოთა სართულს. რატომაც არა? ეს ზოა მის საშუალება და ხო? რატომაც არა? შეგვიძლია? ხო? გვაქვს ამის შესაძლებლობა და ამის საშუალება და რატომაც არა? ხო? ამ მიმართულებაში მეორე საბაზალო ხო? იგივე რა საშხაპე, აქაც იატაკის გათბობა, აქაც ვერაფერს ვერ ხედავთ გარდა ერთისა ვინაიდან. მოწევა რას ვქვი მე რიგები და ამ მიღმა კი კოლონა არა გვაქვს და მომეც ამის საშუალება რომ აი პრინციპში ეს კორექტირება რომ მილი არ გამოვიდეს წინ რომ სიმაღლე მოვიგოთ, შევიდა კედელში, ის არ ჩანს, ის დაიფარება ვერტიკალში, ხო? სიძულვილესაც ვაქცი ყურადღებას არ ვიქებ თავს, აი ესე უნდა იყოს ყოველთვის და არა გუნდებით რო გიყრიათ პრინციპში და დავდივართ ამაზობაში ვიდეოებს ვიღებ და 25 წლიანი გამოცდილებით, ხო ეს? იმის სასაცილო არის. ამიტომ თავის განობით ტრაპი, საშხაპი ზონის ტრაპი საგანგაშო, ტრონი, ხელსაბანი. ყველაფერი გამიჯნული უნდა იყოს, ხო, გათვლილი, გაანგარიშებული. ჭერში კიდევ ისე როგორც ქვემოთა სართულში. იგივე რა გადმოტანა ვინაიდან ეს არის საძინებელი. აქაც სიმაღლე არის, ხო? არასაკმარისი და ამ შესაბამისობაში ერთ-ერთი ზონა არის, აი ეს საშხაპის ზონა, სადაც მაგრამ მე შემიგითხებით ეს რომ ასეთ მიმართულება ჩემთვის მე მომწონს პირობითად როცა არის აწეული ხო ცოტა პლატფორმაზე არის ვინაიდან საშხაპის ზონა მთლიან კედელზე იქნება აი ასე რატომაც არა ვინაიდან ხო ის ტრაპი რაც გამოვა ცოტა სიმაღლის კორექტირებით ის რაც მინიმალური დახრებით არ გვიშლება ხო ამ მიმართულებაშიც აი ბევრი დღემდე ჯელობს ხო 50 დაივიდა ხო გაიმახსოვრეთ ზუსტად პრინციპში აი მიმართულებაში რასაც ვქო საშხაპის ზონების ხო ქანებებზე არის საუბარი 50 მილზე 12 მმ საკმარისი არის 12 მმ-დან იწყება კი ბატონო 12 მმ ეს არის მინიმალური მიღებული არის კი ბატონო 50 მილისთვის კიდევ ჯერ ვიზახი ხო 12-დან 25 27 28 მმ კი ბატონო მაგრამ 12 მმ-ს მიღებულია ვინაიდან ნაძვია პატარა და უკვე ჩადის ვერტიკალში კორექტირების უნდა ქონდეს წარმოდგენა უნდა ქონდეს კი ბატონო და წარმოდგენის შესაბამისად უკვე კორექტირებას ყოველთვის განვახორციელებთ ამ სართულის მეორე სველი წერტილი ხო? ეს ყველაზე დატვირთული სართულია სხვა შორის. სართულზე გვაქვს 4 სველი წერტილი. 4 სველი წერტილი, ხო? ეს საზეიმებელი, საგადიროფი, აქაც ვენტილაცია იქნება. ხო? დაკავშირებული საერთო ზუსტად ეწოდებული ვერტიკალზე, აი ეს იყო ზუსტად ხო? საფაფში რაც სადის პრინციპში აი საერთო ვერტიკალი, ეს უკვე საკანალიზაციო ვერტიკალი არის. აქაც ტრონი, საგანგაშო ტრაპი, იგივე რა კორექტირება კედელში შესვლით, საშხაპე ზონა ხელსაბანი. ეს პატივცემულის ხო ხელსაბანის და ზუსტად აი ის ვერ ხედავთ და ვერ დავინახავთ ამ ბლოკს ვინაიდან ფართი უნდა მოვიგოთ საშუალო არის ჭერში. ჭერში აწყობილი ვინაიდან ამ ხელსველი წერტილის შემთხვევაში აი ის საშუალებას გვეძლევა ხო აი ვენტილაციის გაკეთება ზუსტად დაკავშირება აი ამ ადგილიდან საგარდიროფის სხვადასხვა დაიმახსოვრეთ ხო ვენტილაცია აუცილებელია და აქედან მე გავყვანა იქიდან მხარეს ხა იქიდან მხარეს გავა და სანიტარიზაცია მოწოდება ვერტიკალს იქნება დაკავშირებული. ვენტილირება, რეკუპერაცია იქნება საძინებლებში. არის აუცილებელი. საერთო ვენტილაცია იქნება მხოლოდ ზონალური. შემოდიოთ მეორე სველი წერტილში, ამ სართულზე, კი ბატონო, ყველაზე დიდი სველი წერტილი არის ეს, ხო? იმედია გამოჩნდება. ცოტა განათება არის ყველაზე დიდი, ხო? ბედროცელა შეიძლება ითქვას, იქ იქნება დასადები. ვანა ამოყვანილია, ვაყვაგუდებით ხო მილი უკვე ქვემოდან, აქაც ქვემოთა განლაგება არის.
ჭერიდან ჩავაქვემოთ და იხილავთ აქ საშხაპე ვანის მიღმა. საშხაპე რატომაც არა, ორი ცალი ხელსაბანი იქნება გამოყვანილი კანალიზაცია გამზადებული. ტრონე, ხო, ეგ ეწოდებული საგანგაშო ტრაპი, აი ეს ვერტიკალი სანიტიზაციო ამ შემთხვევაში. ეს არის უკვე ზუსტად სანიტიზაციო, ხო? სანიტიზაციო, აი ზუსტად არხი ცოტა გამზადებული გვაქვს და ამას გავყვება საერთო ვენტილაცია წარმოიდგინეთ, საერთო ვენტილაცია, ხო, გამიჯნული, არსებული სველი წერტილი, სააბაზანო. ეგ ეწოდებული რა აქვს საგარდიროფი, ამ კედლის მიღმა კიდე ერთი საგარდიროფი და პლუს ერთი სველი წერტილი წარმოიდგინეთ ერთ სათვალზე, რამდენი დაკავშირება იქნება ერთ ვერტიკალზე. ბუნებრივი ვენტილირებით წეგრას თქვი მე, ხო? რატომაც არა, ხო, ბუნებრივი ვენტილაცია თქვენს გარეშე უნდა მუშაობდეს, ეს აუცილებელი არის 21 საუკუნეში, მით უმეტეს საზიანებაში გვექნება რეკუპერაცია. ხო, საინტერესოა, ხო? როგორც ყოველთვის როცა მივიდივართ ხოლმე თანამედროვედ, აი ხო თანამედროვედ როცა არის შუალედური ჩართვებით, აი კი საინტერესოა არის როცა ბოლო ხედებზე ვერაფერს ვერ წარმოვიდგენთ, შინით რა ხდება და ჯერჯერ ვიზახე და კიდევ ჯერ გავიმეორებ, რომ აი ეს არის აუცილებელი, ხო? ლამას სურათებს ვაჩვენებ თვითონ მოგე ბოლო დაბოლოებას. ეს არავის აღარ აინტერესებს, უკვე მთავარი აი ეს ინჟინერული კომუნიკაციები არის ეს, მიღმა ეს არის სილამაზე, დიზაინი, მაგრამ ინჟინერული კომუნიკაციები არის ეს. ხო, რაზეც არის დამოკიდებული სამომავლო თქვენი ფართის უსაფრთხოება, ასე ვიტყოდი მე, თორე გარეთ ლამაზად დამონტაჟებული ხელსაბანი მე მგონი უკაცრავად. მემონტაჟების არ ბებიაშებსაც არ გაუჭირდებოდა ცხონებულსა. გამოდივართ აქ რადიატორები გვექნება, ხო, საზიანებელია და არ არის ამის აუცილებლობა, თუნდაც იმიტომ რომ მოთხოვნილებას ექვემდებარებით ყოველთვის შევდივართ სუფთა მეორე სართულზე. სუფთა მეორე სართული, ხო, აი კარები გამიჯნული არის, შემოსასვლელი კარები, სადაც იატაკის გათხოვა გვექნება, უნდა იყოს ზუსტად ეს, ხო? წერტილის, განათლების წერტილის გამიჯვნა, აი ამას ქვია ზუსტად. ესეც აუცილებელი ოპცია არის ამას ვითვალისწინებთ, ხო? აი ისაც ვნახე, ხო? ამას ქვია. ხო, ბერმუდის ეგრეთ წოდებული ტრიუგოლნიკის უძახი, ხო? აწყვებული ყველაფერი ჭერში. თავარი ვერტიკალი ის მარცხენა მხარე, ზუსტად იქ იყო ნაჩვენები. გამოიცანეთ მეთქი რო თქვი და აბა გამოიცანეთ რა იყო ის იქ. ხო და რატომ არ საჭიროებს აქ ფანური მილ. აი ეს ჩამოსვლები ყველგან უკვე დაკავშირებული ტრონი გაერთიანებული საერთო ვერტიკალზე, რომელიც მოექცევა ჭერში. ეს კიდე ეგრეთ წოდებული უხმო, ეს პრინციპში არის მეორე კლასიფიკაციის ეგრეთ წოდებული უხმო მილები, არის მესამე კლასიფიკაციის, ის არის სანტიმეტრ-ნახევრიანი სისქე კედლების ის კი ბატონო ძვიანი სიამოვნებაა და საქართველოში არც არის, მაგრამ ეს ამ ზუსტად ამ კლასიფიკაციაში შედის. უხმო მილები, მაგრამ კიდე ეგრეთ წოდებული ხო კაუჩუკის ეგრეთ წოდებული ანტიანარეკლი ფენა ქვია ამას, კი ბატონო რო ხმოვანობა საერთო ჩაიშოს, ვინაიდან ეს არის საერთო მიმღები. ხო, საერთო ზალა. მიმღები სართულზე შემოსველი. ამიტომ ამასაც გამახორციელებთ. ეხლა ეს სული წერტილი, ხო? კიდევ ჯერ ვიმეორებ, ეს ჭერში არის ქვემოთ აწყობილი, ამას ვიხილავთ ხელსაბანი, ტრონი, საშხაპე. ხო, ეს არის სამრეცხაო. სარესხი მანქანა პლუს საშრობი, სავენტილაციო სისტემა დაკავშირებული იქნება 1+1 და ვაგვირდებით, რომ ზემოთ აქაც ყველაფერი ჭერში აწყობილი და გავდივართ იქით. არის ეგრეთ წოდებული. ანუ დამხმარე ოთახი, აჰა. დამხმარე ოთახში არის აქაც ბერმუდის ტრიუგოლნიკებია, ამას უძახი მე პრინციპში არის, ხო, ბერმუდის სამკაპებია რო იძახიან, ამაზეა ზუსტად, ხო, ხო, ნათქვი. ხო, თავარი ვერტიკალი, განხრები, მონიტაზე. აქედან ჩამოსული ხელსაბანი, იქიდან მხრიდანაც დაკავშირებული, ამასობაში ორმაგი გააყრა, ამას ქვია განხრა, ხო, გაყრა ოფოსურად ასიანების, რატომაც არა, თავ ვერტიკალში მიდის ყველაფერი. რომ ჩავდივართ უკვე ქვემოთ სართულზე. აი ეს არის სავენტილაციო ეგრეთ წოდებული, ხო? შახტა აქ წავიაერის უკვე სავენტილაციო სისტემა. და ამ სავენტილაციო სისტემაზე იქნება დაკავშირებული კიდევ ჯერ ეძახი საერთო კომბინირებული სავენტილაციო სისტემა. აი ეს ლამაზად კედელი გაიმიჯნება, აი ეს პატრიცემული უკვე ჭერში მოიქცევა და ეს ყველაფერი არ გამოჩნდება, ხო? წარმოიდგინეთ, მით უმეტეს ეს არის დამატებითი ოთახი. ესენის უკვე წინ გვაქვს. კუხნის ზონა, აი მიღმა არის. კუხნის ზონაში საინტერესო ერთადერთი წერტილი არის 50-იანი და იქაც 50-იანი. 50-იანის მიღმა ერთი ჭუჭი სარეცხი და ეგ არის. შევდივართ პირველ სართულზე, სულ ქვემოთ. იქით არის სულ ზემოთ და. არამში. სულ ზემოთ, შემდეგ სულ ქვემოთ. აგე. აჰა, პროცესები. თავარი, ხო? თავარი დამაკავშირებელი ამ მარცხენა მხრის მაგისტრალები, ხო? ამასობაში 160-იანი. ხო, გამოგდებული ისე რომ აქ მეორე ერთი ფაშკეტელი გამოვიდოდა დაფში, ხო? აი ასე გამოვიდოდა, ამიტომ არა ისაც არ მოწეს, არასოდეს არ დაეტოვება. გამოვარდა და იქიდან გამოვაგე 160-იანი გადამყვანი. 100-ზე უფრო სუფთა 100-იანია ეს და ესე დაკავშირება. უხთათან ლამაზად. აქ იქნება სხვადასხვა წყალმარაგების თავარი აკვეთი წერტილი, აი სადაც დავითია კუთხეში, რეზერვაცია, ეწოდებული ჟანგავების
სანასოსე, აი შეიძლება ითქვას სანასოსე დავარქვათ, თავარი შემოსვლელი. ცივი წყალი და აქედან იქნება განაწილება მთელი წყალმომარაგების ფართისა, სასახლისა. ფართის აღარა უკვე სასახლეში. აი პირველი სართული, სულთა პირველი სართული ამას ქვია, კი ბატონო. იმედია გამოჩნდება. აი აქედან ჩამოდივარ და აქაც ყველაფერი ჭერში განლაგება და მთავარი ვერტიკალი ესე ჩამოდის და შევდივართ აი პატიცემულ უკვე პრინციპში მთავარი განსვლელი არის იქით. ამიტომაც ჭირდება აი ამ მხარეს ეწოდებული ფანური მილის ვენტილირება, ვინაიდან უკვე ძალიან დატვირთული მხარე არის და მაგიტომაც. აი აქაც ყველაფერი ჭერში. ჭერი არის ჩვენი შესაძლებლობა იმისა, რომ საკანალიზაციის, საკანალიზაციო კომუნიკაციების აწყობა განლაგება გახორციელდეს, ვინაიდან ჭერში ყოველთვის მოიქცევა ის და გვეძლება მის საშუალო, ვინაიდან ეს მილი ახლა ზემოთ შემოდებული თავისი დახეთ, ხო? უყიდებით რამხელა დახრათ. რამხელა ხო? წევრობს თქვი მინიმუმ 12 მმ 1 მეტრზე. ხო? ამ შესაბამისობაში არ გვაძლევს საშუალებას, ხო? ვინაიდან აიწევს უკვე პირველი სართული, იქნება მეორე სართული და მეათე სართული არ აქვს მნიშვნელობა სტიაშგან და ვართ დამოკიდებული ყოველთვის პარო კარებზე. აი აქაც განლაგება, რაც დაემატა კორექტირებით, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ, ეგრეთ წოდებული უბალო სარეცხი, უბრალოდ ეს ხელსაბანი არაა უკვე, ხო? ჭურჭლის სარეცხი, სტაციონარული ჭურჭლის სარეცხი. რაც ქურა აი ამ პატიცემულზე იქნება გაზიფიცირება შემოყვანილი არის და ამ კედლის მიღმა არის დამატებითი კიდე სველი წერტილი. ხო, აი, თავარი მაგისტრალები თავის გაზიფიცირებით შემოყვანილი არის. და აქ იქნება დამატებითი სველი წერტილი საშხაპე ზონა, რატომაც არა, ვინაიდან როცა გვაქვს აუზი, ხო, აუზის მიღმა ახლა დასასვენებელი ზონა იქნება, ყოველთვის უნდა გქონდეს საშუალება ამოვიდეთ ამ პირიქით სალამჩავად სხაპი მივიღოთ და ამასობაში ერთი საგანგაშო მინიატურული ტრონე, ხო, უნიტაზი. ქვენაზე, ჩემენაზე ტრონე. ეგ სველი წერტილი გვექნება აქაც. და ამასობაში დამატებითი ხო გარეთ ყველაფერი ხორციელდება და ამ შესაბამისობაში აი იქაც გაზიფიცირება პლუს სველი წერტილი. და ბოლო, ხო, ამასობაში გეზი ჩვენ შემთხვევაში მიდის ხოლმე აუზისკენ, ხო, და აუზისკენაც მივარ, მეგონი, ის მეგრესება რო თქვი ამაზობაში ხო, ნიზრავის გარეშე, აი აქედან განახორციელებ. აი აქ ჩახტომას, ამასაც იხილავთ, ხო, როცა უკვე დასრულებული სახით გვექნება. როგორც ყოველთვის აი ესეთ მშვენიერ ხედებზე მომავალ ხედავთ. ვიდეოს ჩანართი ბოლოს როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ხო კი ბატონო სიგნალი იყო და არ გამოჩნდა ეს პირველი სულთა პირველი სართული. ეს მინუს სართული ითვლება ფაქტიურად, მაგრამ პირველი სულთა სართული, იმიტომ რომ საცხოვრებელი ფართია. ხო, აი აქ ხო, ნახეთ ხო? სიმაღლე გვაძლევს საშუალებას, უბრალოდ სიმაღლეც არ გვაძლევს საშუალებას, მაგრამ მინუსია, მაგრამ გვაძლევს საშუალება კედელი, ვინაიდან გამავალი კანალიზაციის ფენი ეთდება თავი გამსულ მაგისტრალზე. მოვიგეთ ეს, იმიტომ რომ ტრაპი, აი საგანგაშო ტრაპი გამოვა. აქედან ეს პატიცემულის გამოგრძანდება, რომელიც უკვე საშხაპე ზონისკენ წამოვახეთ. აქაც იგვინა არის სტანდარტულად ხელსაბანი, ტრონი, საშხაპე ზონა გვაძლევს საშუალებას. ქანობის მოგების ის საგანგაშო ტრაპი იქნება ინსტალაციის ქვემოთ და ეს პატიცემული წირზე უკვე ქანები არ მოცემდა საშუალებას, ვინაიდან უკვე კორექტირება ბეტონში ვერ განხორციელდება და ამიტომ კედელში, ხო, ის არ ჩანს, მაგრამ ის არის. ხო, მთავარი ვერტიკალი, კიდე ერთი ვიზახი იქიდან დაერთება გვაქვს. აი ესე ამოსული მთავარი სტოლი, ეგრეთ წოდებული ვერტიკალი არ ჩამოდის, გაყოფა. აი აქ ყველაფერი ჭერში ხორციელდება, ჭერი არ მშვენიერი. შესაძლოა იმის ამ კანალიზაცია გავაკეთოთ დასრულად. ერთ დონეზე, ხო? განაწილება, რა თქმა უნდა, თავისი ქანობებით და ფიქსირებით. ფიქსირებით გასვლა გვეძლევა მშვენიერი კიდე ერთი ვიზახის შესაძლებლობა, რომ ჭერში ყველაფერი გაიმართოს ისე როგორც საჭიროა, ხო? ისე როგორც საჭიროა, ვინაიდან ჭერში ჯერეს ერთი დაშვებული არის, ნორმა არის, ეგრეთ წოდებული ნორმატივა, ხო, რომელიც არსებობს და ამას უნდა ვქენდებარებოდეთ, იმიტომ რომ ჯერეს ერთი უხმობილი მეორე კლასიფიკაციის როგორც აღნიშნე, ჭერში, მაგრამ სწორწელში. არაა დაშვებული მუდმივ, ხო, სადაც ვიყოფებით და მუდმივად ზალა, ჰოლი, ეს მიღებულია წარმოიდგინეთ მუდმივად, ეს არის მხოლოდ საძინებელში. ხო, სამზარეულო საძინებელში კი ბატონო, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ. ხმოვანობა საერთო არ ქონდეს და მაგიტომაც მოგონება უკვე უზამბერის საუკუნეში სრულიად, ხო, მესამე კლასიფიკაციის მილები უხმოები, უხმობილები. აი ესეთი ჩანართით, რა თქმა უნდა, ხო, ყოველთვის ყველაფერს გაჩვენებთ პატიცემულებო, არავითარი პრობლემას შედის ეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი სტატუსი ყოველთვის უნდა იყოს ისე როგორც საჯარო ინჟინერული კომპანია.